შვეიცარიამ არამხოლოდ როგორც შენგენის ზონის ასოცირებულმა წევრმა შეუჩერა ქართულ დიპლომატიურ და სამსახურეობრივ პასპორტებს უვიზო რეჟიმი, არამედ როგორც ირკვევა შეჩერდა ორ ქვეყანას შორის, ანუ შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმებების ნაწილით, კერძოდ მაგალითად თუ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელი შეეცდება წითელი პასპორტის შეცვლას ბიზნეს ან საქმიან შეხვედრაზე შვეიცარიაში, ეს უკვე ჩაითვლება ავტომატურად გვერდისავლად დაწესებული შეზღუდვების და მას დაუწესდება ამ კონკრეტულ პირს უკვე სანქციები, პერსონალური სანქციები და ის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება შვეიცარიის ტერიტორიაზე, ასევე როგორც ვიგებთ ჩვენ აღარ გაიცემა, შესაძლოა აღარ გაიცეს უბრალოდ მულტივიზები და იქნება მხოლოდ ერთჯერადი ვიზები დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის და ყველა თითოეული ვინც განაცხად შეიტანს შვეიცარიის საელჩოში ვიზაზე მკაცრად გაკონტროლდება და ავტომატურად მათ არ მიეცემათ ვიზები, როგორც ჩვენ ამ განცხადებიდან ვიგებთ, ეს არის განცხადება, რომელიც ფედერალურმა საბჭომ, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ გაავრცელა სხდომის შემდეგ და ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის ამოქმედება უკვე ხვალიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ხვალიდან უკვე ქართული ოცნების წევრები, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტები, შვეიცარიაში უვიზოდ მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. 3 აპრილიდან შვეიცარიაში შესასვლელად საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. ეს ქმედება შენგენის კანონმდებლობის შემდგომი განვითარებაა და 12 თვის განმავლობაში ძალაში დარჩება. ამ გადაწყვეტილების მიღება შვეიცარიას შენგენის კანონმდებლობით ევალება. ეს ნაბიჯი გულისხმობს ქვეყანაში შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას. გარდა ამისა, შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია. ეს არ ეხება საქართველოს რიგით მოქალაქეებს. ამ გადაწყვეტილების მიღება შვეიცარიას შენგენის კანონმდებლობით ევალება, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის არის შენგენის ზონის წევრი, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ევროკომისიამ 6 მარტს საბოლოოდ უკვე დაადასტურა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ, ამის შემდგომ უკვე შენგენის ზონის წევრი ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ ეს აღასრულოს და შვეიცარიაც ახლა უკვე ოფიციალურად შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას აქვს დომინოს ეფექტი, დომინოს პრინციპი და სხვა ქვეყნებიც იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას და მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება ვერ ახერხებს იზოლაციის გარღვევას. ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართულ ოცნებასთან მიმართებაში ნელ-ნელა აღსრულებაში მოდის და ეს აღსრულება უკვე გადამდები არის. ერთი შეხედვით შეიძლება ეს ქართული ოცნებისთვის არ იყოს მძიმე ყულფი, თუმცა ქართულ ოცნებას ურთულდება ევროპაში გადაადგილება, ვიზიტები, დიპლომატიური პასპორტებით, სამსახურებრივი პასპორტებით, რაც მათთვის სტატუსის ტოლფასი იყო. ცხადია, ქართული ოცნება კვლავად შეძლებს ჩვეულებრივი პასპორტებით მოძრაობას, მაგრამ ესეც არის სანქციის თავიდან არიდება რეალურად. მაშინ როდესაც პირველებმა უვიზო მიმოსვლა მიიღეს ამ კატეგორიის საჯარო მოხელეებმა, დღეს უკვე ამ კატეგორიის დაკარგვა აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ისინი არ არიან მიღებულები ამ საზოგადოებაში მთელი ამ გამოწვევებიდან გამომდინარე და კიდევ ერთი შეჩერებული შეთანხმებები შვეიცარიის მხრიდან საქართველოსთან ვიზების რეგულაციებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ დიპლომატიური თუ სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი ვერ ისარგებლებს საქართველოს მოქალაქის პასპორტით, უვიზოდ თუ ის საქმიანი ვიზიტით მიდის და ამ შემთხვევაში ამას მწვავე რეაგირება მოყვება შვეიცარიის მხრიდან, ვიზების გაცემის ვადები იქნება კიდევ უფრო გართულებული. არ შეიძლება გაგიხარდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო მოხელეების ნაწილს ახლა შვეიცარიაშიც გაუჭირდება შესვლა. მაგრამ ეს არის დიაგნოზი იმ პრობლემისა, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ, რომ შვეიცარიაც ადასტურებს ახლა მთელ ევროკავშირთან ერთად, რომ ქართული ოცნების კურსი არის დამღუპველი კურსი საქართველოსთვის და ის ამ კურსს არ ეთანხმება. აი ამ პოლიტიკის შედეგია შვეიცარიის ეხანდელი გადაწყვეტილება. ეს არ არის დასასრული, დარწმუნებული ვარ ძალიან მეტი ზომები კიდევ მზადდება. ის რომ სავიზო შეზღუდვები და სხვა ტიპის შეფერხებები იზრდება და სია კიდევ უფრო მეტად გრძელდება, არის ერთადერთი რამის დადასტურება, რომ ქართული ოცნება ჯერჯერობით ვერ ახერხებს ამ საკმაოდ არაკომფორტული იზოლაციის გარღვევას და ამ იზოლაციას ახლა დაემატა შვეიცარია, რომელმაც
სხვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მსგავსად დააწესა შეზღუდვები ქართული ოცნების წარმომადგენლებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანაა, ვხედავთ, რომ ეს ქვეყანაც კი მათ გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი და მაინც ეს ქვეყანაც კი იღებს ქართული ოცნების წინააღმდეგ ასეთ შეზღუდვებს, რაც გამომდინარეობს შენგენის ზონის კანონმდებლობიდან. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ევროკომისიამ საბოლოოდ ევროკავშირმა საბოლოოდ დაადასტურა გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უпростоრად ქართული ოცნების დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ქვეყანა, ვინც არის შენგენის ზონის წევრი არის ვალდებული, რომ აღასრულოს ეს სანქციები, თუ აქამდე ინდივიდუალურად წყვეტდნენ ქვეყნები შეუშვებდნენ თუ არა ასეთ პირებს საკუთარ ქვეყანაში, ახლა უკვე ყველა არის ვალდებული, მათ შორის უნგრეთიც და სლოვაკეთიც, ქართული ოცნების მეგობარი ქვეყნები, რომ აღასრულონ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად ახლა უკვე ყველაფერი არის ერთობლივი, ანუ ერთობლივი გადაწყვეტილება ევროკავშირის და საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც უვიზო რეჟიმის გამარტივებულად შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ეს შეზღუდვები დაუწესდა.